უფალი კრიშნას დაბადება. ფაგავად გიტაში უფალი ამბობს, რომ მისი გამოცხადება, დაბადება და საქმეები ტრანსცენდენტულია და ვისაც ეს ესმის, უმალვე იღებს სულიერ სამყაროში გადასვლის უფლებას. უფლის მოვლინება, ანუ დაბადება არ ჰგავს ჩვეულებრივი ადამიანის დაბადებას, რომელსაც წარსული საქმიანობების მიხედვით მატერიალური სხეულის მიღება უწევს. უფლის მოვლინება მეორე თავშია აღწერილი. უფალი მოდის მაშინ, როდესაც მოესურვება. როცა უფლის გამოცხადების დრო მომწიფდა, თანავარსკვლავედ და განლაგება მეტად სასიკეთო იყო. ჭარბობდა აგრეთვე ვარსკვლავ როჰინის ასტროლოგიური ზეგავლენა, ვინაიდან ეს ვარსკვლავი სიკეთის მომასწავლებელია. როჰინი ბრაჰმას უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ასტროლოგიური დასკვნების თანახმად. ვარსკვლავების სხვადასხვა განლაგების შესაბამისად, სასიკეთო და არასასიკეთო მომენტები არსებობს. კრიშნას დაბადებისას პლანეტარულმა სისტემებმა სასიკეთო მდგომარეობა დაიკავა. იმ დროს ყველა მხარეს აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით მშვიდობისა და აყვავების ატმოსფეროს უფევდა. ცაზე მოჩანდა სასიკეთო ვარსკვლავები. დედამიწის ყველა ქალაქსა და სოფელში, საძოვარზე თუ ადამიანთა ფიქრებში ბედნიერების მომასწავლებელი ნიშნები შეიმჩნეოდა. მოედინებოდა სავსე მდინარეები. ტბები ლოტოსის ყვავილებს ლამაზად მოერთო. ტყეები მშვენიერი ჩიტებითა და ფარშავანგებით იყო სავსე. ჩიტები ტკბილ ხმაზე გალობდნენ, ფარშავანგები კი მეუღლეებთან ერთად ცეკვავდნენ. ქარი მსაამოთქროდა და სხვადასხვა ყვავილთა სურნელი მიმოჰქონდა. მისი სხეულთან შეხება მეტად საამური იყო. ბრაჰმანებს, რომლებიც ცეცხლს მსხვერპლს წირავდნენ, რიტუალების შესასრულებლად საკუთარი სახლების გარემო მეტად სასიამოვნოდ ეჩვენათ. მეფეთა მიერ შექმნილი შფოთვის გამო ბრაჰმანების სახლებში სამსხვერპლო საკურთხეველზე ცეცხლი თითქმის აღარ ენთო. ახლა კი მათ ცეცხლის მშვიდად დანთების შესაძლებლობა მიეცათ. იმის გამო, რომ სხვებშეწირვები ეკრძალებოდათ, ბრაჰმანებს ჭკუა, გონება და მოქმედებები მეტად დათრგუნული ჰქონდათ, მაგრამ სწორედ კრიშნას მოვლინების დროს მათი ჭკუა სიხარულმა მოიცვა, ვინაიდან ციდან ღმრთების უზენაესი პიროვნების მობრძანების მაუწყებელი ხმამაღალი ტრანსცენდენტული ხმები ესმოდათ. ამღერდნენ განთარვასა და კინარას პლანეტების მცხოვრებლები. სითალოკასა და ჩანარნას პლანეტების მცხოვრებლებმა ღმრთების უზენაესი პიროვნებისადმი ლოცვები აღავლინეს. ზეციურ პლანეტებზე აფსარების თანხლებით ანგელოზები ცოლებთან ერთად აცეკვდნენ. ნასიამოვნები, დიადი ბრძენები და ნახევარღმერთები ყვავილებს ყრიდნენ. ზღვის ნაპირზე მშვიდი ტალღების ხმა ისმოდა. ზღვის თავზე კი საამოდ გრუხუნებდა ღრუბლები. ამგვარ გარემოში ყოველი ცოცხალი არსების გულში მყოფი უფალი ვიშნუ ღმრთების უზენაესი პიროვნების სახით ღამის სიბნელეში მოევლინა დევაკის, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი ქალღმერთთაგანი იყო. იმ დროს უფალი ვიშნუს გამოჩენა შეიძლება აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ამომავალ სავსე მთვარეს შევადაროთ. შესაძლოა წარმოიშვას წინააღმდეგობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან უფალი კრიშნა მილეული მთვარის მერვე დღეს მოევლინა, სავსე მთვარის ამოსვლა შეუძლებელი იყო. ამის პასუხად უნდა ითქვას, რომ უფალი კრიშნა იმ დინასტიაში მობრძანდა, რომელიც მთვარის იერარქიას ეკუთვნის. ამიტომ, თუმცა იმ ღამეს მთვარის სავსე არ იყო, რამე თუ უფალი იმ დინასტიაში გამოცხადდა, სადაც თავდაპირველი პიროვნება თავად ეს მნათობია, მთვარე მეტად მხიარული ბრძანდებოდა, ასე რომ კრიშნას მადლით იმ ღამეს სავსე მთვარე ამოვიდა. ასტრონომიულ ნაშრომში, რომელსაც ქამანაკია ეწოდება, მშვენივრად არის აღწერილი თანავარსკვლავედები უფალი კრიშნას მოვლენის დროს. დადასტურებულია, რომ ამ სასიკეთო დროს დაბადებული ბავშვი უზენაესი ბრაჰმანი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება გახდათ. ვასუდევამ დაინახა, რომ ეს დიდებული ახალშობილი, რომელსაც 4 ხელში ნიჟარა, კვერთხი, დისკო და ლოტოსის ყვავილი ეჭირა, შრივაცას ნიშნით იყო მორთული. მას კაუსტუბჰას ქვის ძვირფასი ყელსაბამი ეკეთა და ყვითელი აბრეშუმი მოსავდა. იგი მოშავო ღრუბელივით თვალის მომჭრელად ანათებდა.
ბაიადურიას ქვით შემკული ჩაფხუტი ეხურა. მთელ სხეულს ძვირფასი სამაჯურები, საყურეები და სხვადასხვა სამკაულები უმშვენებდა. თავზე ხშირი თმა ჰქონდა. ბავშვის არაჩვეულებრივმა გარეგნობამ დიდად გააოცა ვასუდევა. ვის გაუგია ასე მორთული ახალშობილი? მაშინ მიხვდა, რომ უფალი კრიშნა მოევლინა და ამ ამბავმა განაცვიფრა იგი. ვასუდევას თავდაბლად აოცებდა ის ფაქტი, რომ თუმცა იგი მატერიალური ბუნებით განპირობებული ცოცხალი არსება იყო და გარეგნულად თითქოს კამსას ტყვეობაში იმყოფებოდა, ყოვლის გამჭოლი ღმრთეების უზენაესი პიროვნება ვიშნუ, ანუ კრიშნა, სწორედ თავისი თავდაპირველი სახით ბავშვად მოევლინა მის სახლში. არც ერთი მიწიერი ბავშვი არ იბადება 4 ხელით, ძვირფასეულობებითა და ლამაზი ტანსაცმლით მორთული, ღმრთეების უზენაესი პიროვნების ყველა ნიშნით. ვასუდევა თვალს ვერ აშორებდა თავის ბავშვს და ფიქრობდა, როგორ ეზეიმა ეს ბედნიერი წუთი. საერთოდ, როცა ბიჭი იბადება, ფიქრობდა იგი, ხალხი ამ ამბავს მხიარული დღესასწაულით აღნიშნავს და ჩემს სახლში, მიუხედავად იმისა, რომ დატოსაღებული ვარ, ღმრთეების უზენაესი პიროვნება დაიბადა. მას რამდენად მეტი სამზადისი მართებდა ამ სასიკეთო ცერემონიის ჩასატარებლად, როდესაც ვასუდევა, რომელსაც ანაკუნდუფიც ქვია, ახალშობილს უყურებდა, ბედნიერებისგან მზად იყო ბრაჰმანებისთვის ათასობით ძროხა გაეცა. ვედური სისტემის თანახმად, როდესაც ქშატრია მეფის სასახლეში რაიმე სასიკეთო ცერემონია ტარდება, მეფე უხვად გასცემს მოწყალებას. ბრაჰმანებსა და ბრძენებს სამკაულით მორთული ძროხები ეძლევათ. ვასუდევას სურდა კრიშნას გამოჩენის აღსანიშნავად საქველმოქმედო ცერემონია აღესრულებინა, მაგრამ კამსას ციხეში მყოფი ტუსაღისათვის ეს შეუძლებელი იყო. ნაცვლად ამისა, მან გონებაში მისცა ბრაჰმანებს ათასობით ძროხა. როდესაც ვასუდევა დარწმუნდა, რომ ახალშობილი თავად ღმრთეების უზენაესი პიროვნება იყო, ხელდაკრეფილი მოწიწებით დაიხარა მის წინაშე და ლოცვები აღავლინა. ამ დროს ვასუდევა ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სრულიად განთავისუფლდა კამსას შიშისაგან. გარდა ამისა, ახალშობილი ბრწყინვალებას აფრქვევდა იმ ოთახში, რომელშიც მოევლინა. მაშინ ვასუდევამ ლოცვები წარმოთქვა. ჩემო ძვირფასო უფალო, მე ვხვდები შენს ვინაობას. შენ ახარ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ყოველი ცოცხალი არსების ზესული და აბსოლუტური ჭეშმარიტება. შენ გამოგვეცხადე მარადიული ფორმით, რომელსაც ჩვენ უშუალოდ აღგვიქვამთ. მესმის, რომ კამსატადმი ჩემი შიშის გამო მოევლინე, რათა ამ შიშისგან მიხსნა. შენ არ ეკუთვნი ამ მატერიალურ სამყაროს, შენ იგივე პიროვნება ხარ, მატერიალურ ბუნებაზე უბრალოდ თვალის შევლებით რომ ქმნი კოსმიურ გამოვლინებას. ვინმე შეიძლება დაებადოს საწინააღმდეგო აზრი, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, რომელიც უბრალო მზერით ქმნის მთელ კოსმიურ გამოვლინებას, დევაკის ვასუდევას ცოლის საშვილოსნოში ვერ ჩაისახებოდა. ამ მოსაზრების უკუსაგდებად ვასუდევამ თქვა: ჩემო ძვირფასო უფალო, არც ისე საკვირველია, რომ შენ დევაკის საშვილოსნოში გამოჩდი, ვინაიდან სამყაროც ამ გზით შეიქმნა. შენ იწექი მიზეზის ოკეანეზე, როგორც მაჰავიშნუ და შენი სუნთქვით უამრავი სამყარო წარმოიშვა. შემდეგ თითოეულ მათგანში შეხვედი, როგორც გარფადოკაშაე ვიშნუ. შემდეგ კვლავ გავრცელდი, როგორც ქსიროდაკაშაე ვიშნუ და ყოველი ცოცხალი არსების გულში და თვით ატომშიც შეაღწიე. ამიტომაც დევაკის საშვილოსნოში შენი შესვლაც გასაგებია. შენ თითქოს შეხვედი, მაგრამ ამავე დროს ყოვლის გამჭოლი ბრძანდები. შენი შესვლა და არ შესვლა მატერიალური მაგალითებით შეგვიძლია გავიგოთ. მთელი მატერიალური ენერგია თვით 16 ელემენტად დაყოფის შემდეგაც კი ხელუხლებელი რჩება. მატერიალური სხეული სხვა არაფერია თუ არა უხეში ელემენტების სახელდობრ მიწის, წყლის, ცეცხლის, ჰაერისა და ეთერის კომბინაცია. მატერიალური სხეულის გაჩენასთან ერთად გვეჩვენება, რომ ეს ელემენტები ახლად იქნება, მაგრამ სინამდვილეში ელემენტები სხეულის გარეთ ყოველთვის არსებობს. მსგავსად ამისა, შენ თითქოს ბავშვის სახით ვლინდები დევაკის საშვილოსნოში და თან მის გარეთაც არსებობ. შენ ყოველთვის შენ სავანეში სუფევ, მაგრამ ერთდროულად მაინც მილიონ პიროვნებად ვრცელდები.
შენი მოვლენების გაგებისათვის დიდი გონიერებაა საჭირო, ვინაიდან მატერიალური ენერგიაც შენგან მომდინარეობს. შენ ხარ თავდაპირველი წყარო მატერიალური ენერგიისა, ისევე როგორც მზია მზის სხივების წყარო. მზის სხივები მზის სფეროს ვერ დაფარავს, ვერც შენგან გამომავალი ენერგია დაგფარავს შენ. შეიძლება მატერიალური ენერგიის სამ მოდულში მყოფად მოგვეჩვენო, მაგრამ სინამდვილეში მატერიალური ენერგიის სამ მოდულს შენი დაფარვა არ შეუძლია. ეს დიდად გონიერ ფილოსოფოსებსაც ესმით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუმცა გონია რომ მატერიალური ენერგიაში იმყოფები, შენ მატერიალური ენერგია ვერ გფარავს. ვედური ლიტერატურიდან ვიცით, რომ თავის ციალით უზენაესი ბრაჰმანი ყველაფერს ანათებს. ბრაჰმა სამჰიტათან ვიგებთ, რომ ბრაჰმაჯიოტი, ანუ ბრაჰმანის ციალი, უზენაესი უფლის სხეულიდან მოდის. ბრაჰმანის ციალიდან მთელი სამყარო იქმნება. ბჰაგავად გიტაში ამასთანავე ნათქვამია, რომ უფალი ბრაჰმანის ციალის საფუძველიცაა. სინამდვილეში იგია ყველაფრის ძირითადი მიზეზი, მაგრამ ნაკლებად გონიერნი ფიქრობენ, რომ მატერიალურ სამყაროში მოსვლისას ღმრთების უზენაესი პიროვნება მატერიალურ თვისებებს იღებს. ამგვარი დასკვნები არც თუ ისე საღია და აქამდე ნაკლებ გონიერი ადამიანები მიდიან. ღმრთების უზენაესი პიროვნება უშუალოდ და არაუშუალოდ ყველგან არსებობს. იგი მატერიალური ქმნილების გარეთაც არის და შიგნითაც. მატერიალურ სამყაროში არა მხოლოდ გარფო-დაკაშაე ვიშნუს სახით იმყოფება, იგი ყოველ ატომშიც არსებობს. ამ ქვეყნად ყოფიერება მისი აკყოფნის შედეგი გახლავთ. მისი არსებობის ვერაფერს ჩამოვაშორებთ. ვედურ დანაწესებში ნათქვამია, რომ საჭიროა ზესულის, ანუ ყველაფრის ძირითადი მიზეზის ძიება, ვინაიდან ზესულისგან დამოუკიდებლად არაფერი არსებობს, ამიტომ მატერიალური გამოვლინებაც მისი ენერგიის სახეცვლილებას წარმოადგენს. მისგან გამომდინარეობს უძრავი მატერიაცა და ცოცხალი ძალაც, სული. მხოლოდ სულელს გონია, რომ მოვლინებისას უზენაესი უფალი მატერიალურ პირობებში ექცევა. ამიტომ კრიშნა მოევლინა და უკუაგდო არასრულყოფილი დასკვნები ღმრთების უზენაესი პიროვნების გამოჩენა გაუჩინარების შესახებ. ჩემო ძვირფასო უფალო, შენს მოვლინებას, არსებობასა და გაუჩინარებას მატერიალური თვისებები არ ეხება, ვინაიდან შენი მეუფება ყველაფრის განგებელი და უზენაესი ბრაჰმანის საყრდენია. შენში შეუცნობელი და ურთიერთგამომრიცხავი არაფერი არსებობს. როგორც თქვი, მატერიალური ბუნება შენი გამგებლობით მოქმედებს, ისევე როგორც მთავრობის მოხელე მოქმედებს უზენაესი აღმასრულებლის ბრძანებით. დაქვემდებარებული მოქმედებები შენზე გავლენას ვერ ახდენს. უზენაესი ბრაჰმანი და ყოველი ფენომენი შენში არსებობს და მატერიალური ბუნების მოქმედებებს შენი მეუფება განაგებს. შენ შუკლამს გიწოდებენ. შუკლამ ანუ სითეთრე, აბსოლუტური ჭეშმარიტების სიმბოლური სახეა, რადგან მატერიალური თვისებები მას არ ეხება. უფალ ბრაჰმას უწოდებენ რაქტის, ანუ წითელს, ვინაიდან შესაქმნელად ბრაჰმა ნების თვისებებს ავლენს. სიბნელე უფალ შივას აქვს მიბარებული, ვინაიდან იგი ანადგურებს კოსმოსს. ამ კოსმიური გამოვლინების შექმნა, განადგურება და შენარჩუნება შენი ენერგიებით სრულდება, თუმცა ეს თვისებები შენზე მაინც არასოდეს ახდენს გავლენას. როგორც ვედებში მტკიცდება, ღმრთების უზენაესი პიროვნება ყოველთვის თავისუფალია მატერიალური თვისებებისგან. ნათქვამია ისიც, რომ ნებისა და უგუნურების თვისებები უზენაესი უფლის პიროვნებაში არ არსებობს. ჩემო უფალო, შენ ხარ უმაღლესი განგებელი, ღმრთების უზენაესი პიროვნება, უდიადესი, შენაც ესრიგებ ამ კოსმიურ გამოვლინებას და თუმცა უმაღლესი განგებელი ხარ, მოწყალება მოიღე და ჩემს სახლში გამოჩნდი. შენი მოვლინების მიზანი არის სამყაროს დემონ მმართველთა მიმდევრების მოსპობა, რომელთაც უფლისწულების სამოსი გადაუცვამთ. სინამდვილეში კი დემონები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ შენ ყოველ მათგანს, მათ მიმდევრებსა და მებრძოლებს გაანადგურებ. მე მესმის, რომ შენი მოვლინების მიზანს
უსინდისო კამსასა და მისი მიმდევრების განადგურება წარმოადგენს. მაგრამ იცოდა რა, რომ შენ მისი და მისი მიმდევრების მოსაკლავად და უნდა მოვლენილიყავი, უკვე მრავალი შენი მწინამორბედი, შენი უფროსი ძმები გამოასალმა სიცოცხლეს. ახლა ის უბრალოდ შენი დაბადების ცნობას ელოდება. შეიტყობს თუ არა ამ ამბავს, 1000 გვარი იარაღით აღჭურვილი, უმალვე შენს მოსაკლავად გამოცხადდება. ვასუდევას ლოცვის შემდეგ დევაკიმ კრიშნას დედამ აღავლინა ლოცვები. ძმის სიმხეცეს იგი ძალზე შეეშინებინა. დევაკიმ თქვა, ჩემო ძვირფასო უფალო, ვედურ ლიტერატურაში შენი მარადიული ფორმები, ნარაიანა, უფალი რამა, ჰაია შირშა, ვარაჰა, ნრსიმჰა, ვამანა, ვალადევა და ვიშნუდან გამოვლენილი მილიონობით მსგავსი ინკარნაცია აღწერილია თავდაპირველ ფორმად. შენ თავდაპირველი ხარ, ვინაიდან შენი ყოველი ფორმა, რომლითაც ევლინები, მატერიალური ქმნილების მიღმა არსებობს. შენი ფორმა ამ კოსმიური გამოვლინების შექმნამდე არსებობდა. შენი ფორმები მარადიულია და ყოვლისგამჭოლი. ისინი თვითმნათი, უცვლელი და მატერიალური თვისებებით წაუბილწავია. ამგვარი მუდმივი ფორმები მარადიული ცოდნითა და ნეტარებითაა სავსე. ისინი ტრანსცენდენტულ სანდნოებაში არსებობენ და სხვადასხვა გართობებით არიან დაკავებული. შენ არ ხარ მხოლოდ ერთი კონკრეტული ფორმით შეზღუდული. ყოველი ამგვარი ტრანსცენდენტული მარადიული ფორმა თვითკმარია. მე მესმის, რომ შენ უზენაესი უფალი ვიშნუ ბრძანდები. მრავალი მილიონი წლის შემდეგ, როდესაც უფალი ბრაჰმა სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდება, კოსმიური გამოვლინების განადგურება მოხდება. ამ დროს 5 ელემენტი, მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და ეთერი მაჰად ტატვაში შედის. დროის ძალით მაჰად ტატვა კვლავ მთლიან მატერიალურ ენერგიაში ბრუნდება. მთელი მატერიალური ენერგია ენერგეტიკულ პრადჰანაში აღწევს და პრადჰანა კი შენში. ამიტომ მთელი კოსმიური გამოვლინების განადგურების შემდეგ მარტო შენ რჩები შენი ტრანსცენდენტული სახელით, ფორმით, თვისებებითა და ატრიბუტებით. უფალო ჩემო, მოწიწებით ხრი თავს შენს წინაშე, ვინაიდან შენ ბრძანდები მთელი გამოვლენილი ენერგიის გამგებელი და მატერიალური ბუნების თავდაპირველი წყარო. ჩემო უფალო, მთელი კოსმიური გამოვლინება, წამიდან დაწყებული წლის განმავლობით დამთავრებული, დროის გავლენის ქვეშ იმყოფება. ყველა შენი გამგებლობით მოქმედებს. შენ ხარ ყველაფრის თავდაპირველი წარმმართველი და ყოველი ძლევამოსილი ენერგიის წყარო. განპირობებული სულები გამუდმებით გადადიან ერთი სხეულიდან მეორეში, ერთი პლანეტიდან მეორეზე და მაინც ვერ აღწევენ თავს დაბადებისა და სიკვდილის შემოტევას. მაგრამ როდესაც ამგვარი შეშინებული ცოცხალი არსება შენს ლოტოსის ტერფებს აფარებს თავს, მრისხანე სიკვდილის თავდასხმის შიშის გარეშე ჰპოვებს შვებას. დევაკის ამ ნათქვამს თავად უფალი ადასტურებს ბჰაგავად გიტაში. იქ უფალი ამბობს, რომ მთელ სამყაროში ბრაჰმა ლოკადან პატალა ლოკამდე მოგზაურობის შემდეგადაც პიროვნება ვერ დააღწევს თავს დაბადებასა და სიკვდილის, ავადმყოფობისა და სიბერის შემოტევას. მაგრამ მას, ვინც ღმერთის სამეფოში შედის, ამბობს უფალი, აღარასოდეს უწევს მატერიალურ სამყაროში დაბრუნება. ამიტომ ჩემო უფალო, გევედრები, გადამარჩინე უგრასენას ვაჟის, კამსას ბოროტი ხელისგან. ვემუდარები შენს მეუფებას მიხსენი ამ საშინელი მდგომარეობიდან, ვინაიდან შენ მუდამ მზად ხარ შენს მსახურთა დასაცავად. ეს ნათქვამი უფალმა ბჰაგავად გიტაში დაადასტურა. არწმუნებდა რა არჯუნას, შეგიძლია მთელ სამყაროს განუცხადო, რომ ჩემი ერთგული არასოდეს დამარცხდება. როცა უფალს ასე ევედრებოდა ხსნას, დედა დევაკიმ თავისი დედობრივი სიყვარული გამოხატა. მესმის, რომ ამ ტრანსცენდენტულ ფორმას, როგორც წესი, დიადი ბრძენები აღიქვამენ მედიტაციით, მაგრამ მე მაინც ვშიშობ. ვინაიდან, როგორც კი კამსა შენი მოვლენების შესახებ შეიტყობს, შეიძლება რამე გავნოს. ამიტომ გევედრები ჯერჯერობით ჩვენი მატერიალური თვალებისთვის უჩინარი გახდი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მან სთხოვა უფალს ჩვეულებრივი ბავშვის სახე მიეღო. ჩემი ძმის კამსას შიში მხოლოდ შენს მოვლენასთან არის დაკავშირებული. ჩემო უფალო, მათუსუდანა, კამსამ იქნება არ იცის, რომ შენ უკვე დაიბადე. ამიტომ გევედრები დამალე შენი მეუფების ოთხხელიანი ფორმა.
რომელსაც ვიშნუს 4 სიმბოლო ნიჟარა, დისკო, კვერთხი და ლოტოსის ყვავილი უჭირავს. ჩემო ძვირფასო უფალო, კოსმიური გამოვლინების განადგურების ბოლოს მთელ სამყაროს შენს მუცელში ათავსებ და მაინც შენი წმინდა წყალობით ჩემს საშვილოსნოში მოევლინე. მიკვირს, რომ უბრალოდ შენს ერთგულთა საამებლად ჩვეულებრივ ადამიანთა მოქმედებებს ბაძავ. მოისმინა რა დევაკის ლოცვები უფალმა მიუგო, საყვარელო დედა, სვაია ფუვა. მანუს ეპოქაში მამაჩემი ვასუდევა ერთ-ერთი პრაჯაპატი იყო. იმ დროს მას სუტაპა ერქვა, შენ კი მისი მეუღლე პრშნი იყავი. როდესაც უფალმა ბრაჰმამ მოსახლეობის გაზრდა მოისურვა, შთამომავლობის შექმნა გთხოვათ. თქვენ გრძნობებს იმორჩილებდით და მკაცრ ასკებზებს ასრულებდით. იოგას სისტემის სუნთქვითი ვარჯიშებით შენ და შენს ქმარს მატერიალური კანონების ყოველგვარი გავლენის, წვიმების სეზონის, ქარის შემოტევისა და მზის წველის სხივების ატანა შეგეძლოთ. თქვენ ყველა რელიგიურ პრინციპსაც იცავდით. ამ გზით თქვენ გული განიწმინდეთ და მატერიალური ბუნების ზეგავლენის მართვა შეძელით. ასკეზისას მხოლოდ მიწაზე ჩამოცვენილ ხის ფოთლებს მიირთმევდით ხოლმე. შემდეგ მტკიცე ჭკუითა და სქესობრივი მოთხოვნილების მორევით ჩემგან რაღაც არაჩვეულებრივი მადლის მიღების სურვილით ცემდით თაყვანს. ნახევარღმერთების დროით ორივენი 12,000 წლის მანძილზე გადიოდით მკაცრ ასკეზებს. ამ დროის განმავლობაში თქვენი ჭკუა მუდამ ჩემით იყო მოცული. როცა ერთგულ სამსახურს ასრულებდით და გულში მუდამ ჩემზე ფიქრობდით, მე ძალიან ნასიამოვნები ვიყავი თქვენით. ო უცოდველო დედაო, ამიტომ შენი გული მუდამ წმინდაა. იმ დროსაც ამ ფორმით მოვევლინე შენი სურვილების შესასრულებლად და შემოგთავაზე გეთხოვა ჩემთვის რაც გსურდა. იმ დროს გინდოდა რომ მე შენს შვილად დავბადებულიყავი, თუმცა პირადად მიმხილე მატერიალური ტყვეობისგან სრულად განთავისუფლების თხოვნის ნაცვლად მთხოვე რომ ჩემი ენერგიის გავლენით შენი ვაჟი გამხდარიყავი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფალმა დედა და მამა პრშნი და სუტაპა იმ განსრახვით ამოირჩია, რომ მატერიალურ სამყაროში მოვლენილიყო. როდესაც უფალი ადამიანად მოდის, ვინმე მისი დედა და მამა უნდა იყოს, ასე რომ მან პრშნი და სუტაპა თავის მარადიულ დედად და მამად აირჩია და ამის გამო არც პრშნისა და არც სუტაპას არ შეეძლოთ უფლისათვის განთავისუფლების თხოვნა. განთავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც უფლის ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახური. უფალს შეეძლო მაშინვე გაენთავისუფლებინა პრშნი და სუტაპა, მაგრამ მან მათ მატერიალურ სამყაროში ყოლა ირჩია თავისი სხვადასხვა მოვლენებისთვის, როგორც ეს შემდგომ თავებში იქნება ახსნილი. როდესაც პრშნიმ და სუტაპამ უფლისგან მისი მამობისა და დედობის წყალობა მიიღეს, თავი ანებეს ასკევზებს და ცოლქმრულ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი, რათა შეძენოდათ შვილი, რომელიც თავად უზენაესი უფალი იქნებოდა. დროთა ვითარებაში პრშნი დაორსულდა და ბავშვი შეეძინა. უფალმა დევაკისა და ვასუდევას უთხრა, მაშინ მე პრშნიგარფა მერქვა. მომდევნო ეპოქაში თქვენ დაიბადეთ როგორც ადიტი და კაშიპა. მე კი თქვენი შვილი უპენდრა გავხდი. მაშინ მე ჯუჯას სახე მქონდა და ამის გამო ვამანარდევად ვიყავი ცნობილი. მე გაკურთხეთ რომ სამჯერ დავიბადებოდი თქვენ შვილად. პირველად პრშნიგარფა მერქვა, პრშნისა და სუტაპასგან შობილი. მეორედ ადიტისა და კაშიაპასგან შობილი უპენდრა და ეხლა მესამედ თქვენგან დევაკისა და ვასუდევასგან დავიბადე როგორც კრიშნა. მე მოგევლინეთ ვიშნუს სახით, რათა დაგარწმუნოთ რომ მე კვლავ შობილი, იგივე ღმრთების უზენაესი პიროვნება ვარ. შემეძლო ჩვეულებრივ ბავშვად მოვლენილიყავი, მაგრამ არ დაეჯერებდით რომ მე ღმრთების უზენაესი პიროვნება გაგიჩნდით. საყვარელო მამა და დედა, უკვე მრავალჯერ გამზარდეთ დიდი სიყვარულით და მე დიდად ნასიამოვნები და დავალებული ვარ თქვენგან. გარწმუნებთ, თქვენი მისიის სრულყოფის შედეგად ამჯერად შინ ღმრთებასთან დაბრუნდებით. ვიცი რომ ძალიან ღელავთ ჩემს გამო და გეშინიათ კამსასი, ამიტომ გიბრძანებთ დაუყოვნებლივ წამიყვანეთ გოკულაში და გამცვალეთ იმ ქალიშვილში, რომელიც ეს არის იაშოდას შეეძინა. როცა მამისა და დედის თანდასწრებით ეს თქვა, უფალი ჩვეულებრივ ბავშვად გადაიქცა და გაჩუმდა. ღმრთების უზენაესი პიროვნების ბრძანებით ვასუდევა შეეცადა
გამოიყვანა ბავშვი იმ ოთახიდან, სადაც დაიბადა. ზუსტად ამ დროს ნანდასა და იაშოდას ქალიშვილი შეეძინათ. იგი იოგამაია უფლის შინაგანი ენერგია გახდათ. ამ შინაგანი ენერგიის იოგამაიას გავლენით კამსას სასახლის ყველა მცხოვრები, განსაკუთრებით მეკარეები, ღრმა ძილს იყო მიცემული. ყველა კარი გაიღო, მიუხედავად იმისა, რომ ურდულით დაკეტილი და რკინის ჯაჭვებით ჩარაზული გახდათ. ღამე ძალიან ბნელი იყო, მაგრამ როგორც კი ვასუდევამ კრიშნა ხელში აიყვანა და გავიდა, ყველაფერს ისე ხედავდა, როგორც მზეში. ჩაიტანია ჩარიტამრადაში ნათქვამია, რომ კრიშნა მზის შუქს აკავს და სადაც კრიშნაა, იქ ილუზორული ენერგია, რომელიც წყდიათთან არის შედარებული, ვერ გაჩერდება. როდესაც ვასუდევა კრიშნა მიყავდა, ღამის წყდიადი გაიფანტა. ციხის ყველა კარი თავისთავად გაიღო. ამავე დროს ცამ დაიკუხა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. ვიდრე ვასუდევას თავისი ვაჟი კრიშნა თავსხმა წვიმაში მიყავდა, უფალი შეშა გველის ფორმით ისე გადაეფარა ვასუდევას, რომ წვიმას არ შეეწუხებინა. ვასუდევა იამუნას ნაპირზე გამოვიდა და დაინახა, რომ იამუნა აზურთებული და ქაფით სავსე იყო და მაინც მიუხედავად მძვინვარებისა, მდინარემ ვასუდევას გადასვლის საშუალება მისცა. სწორედ ისე, როგორც დიდმა ინდოეთის ოკეანემ მისცა გზა უფალ რამას მორევზე გადასვლისას. ასე გადაკვეთა ვასუდევამ მდინარე იამუნა. მეორე მხარეს იგი გოკულაში მდებარე ნანდა მაჰარაჯას სასახლეში მივიდა, სადაც ნახა, რომ მენახირეებს ღრმად ჩასცინებოდათ. მან იაშოდას სახლში შეპარვის შესაძლებლობით ისარგებლა და დაუბრკოლებლად შეცვალა თავისი ვაჟი იაშოდას სახლში ახალშობილი გოგონათი. იმის შემდეგ, რაც სახლში შეიპარა და ბიჭი გოგონათი შეცვალა, იგი კამსას ციხეში დაბრუნდა და გოგონა უხმოდ ჩაუსვა დევაკის კალთაში. მან კვლავ დაიდო ხუნდები, რათა კამსა ვერ მიხვდარიყო ამდენი რამ რომ მოხდა. დედა იაშოდამ იცოდა, რომ ბავშვი შეეძინა, მაგრამ მშობიარობით დაღლილს ღრმად ჩასცინებოდა. როცა გაეღვიძა, ვერ გაიხსენა ვაჟი შობა თუ ქალი.